ამ ფონზე თეირანის დიდი ბაზრის გაფიცვა, რომელიც ბევრმა რევოლუციის დასაწყისად აღიქვა, სინამდვილეში ბევრად უფრო რთული პროცესი იყო. ეს არ ყოფილა საყოველთაო სოლიდარობის აქტი. ბაზრის შიგნითაც კი მიმდინარეობდა კლასობრივი ომი. გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს კაპიტალის მფლობელებმა, მსხვილმა ვაჭრებმა, რომლებსაც სურდათ მთავრობის დაშანტაჟება საკუთარი მოგების დასაცავად. მაგრამ ამით მათ სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს საკუთარ მუშებს, მტვირთაობს, გამყიდულებს და დღიურ მუშახელს, რომლებსაც არც დანაზოგი აქვთ და არც უფლებები. მუშები გამოიყენეს როგორც საშუალება ელიტების დაპირისპირებაში. თუმცა, როგორც ხშირად ხდება, მმართველი კლასის შიდა კონფლიქტმა გახსნა ნაპრალი, საიდანაც საბოლოოდ ამოხეთქა ნამდვილმა, სტიქიურმა და უკონტროლო რისხვამ. ქუჩაში გამოვიდა ის ხალხი, ვისაც უკვე დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ღარიბი ბუნების მაცხოვრებლები, რომლებთათვისაც პოლიტიკა უკვე თვითგადარჩენის საკითხად იქცა. ამ ტოტალურ უიმედობაში იბადება ყველაზე ტრაგიკული პარადოქსი. თეირანის ქუჩებში, სადაც ხალხი დიქტატურას ებრძვის, უცებ გაისმა ლოზუნგი შაჰის მხარდასაჭერად. ნიშნავს თუ არა ეს, რომ ირანელებს მონარქია მოენატრათ? ნიშნავს თუ არა ეს, რომ მათ დააუწყდათ შაჰის საიდუმლო პოლიციის სავაქის წამების საკნები? არა, ეს არ არის იდეოლოგიური არჩევანი. ეს არის პოლიტიკური ვაკუუმის შედეგი. 40 წლიანმა რეპრესიებმა, მემარცხენე და დემოკრატიული ძალების განადგურებამ საზოგადოება ალტერნატივის გარეშე დატოვა. ადამიანებს სისტემამ ჩაუნერგა რწმენა, რომ თავად ორგანიზების გზით ვერაფერ შეცვლიან. მათ სჭირდებათ მამა, ძლიერი ხელი და მხსნელი. რადგან ერთი შეხედვით სხვა ფიგურა ჰორიზონტზე არ ჩანს, ისინი ეჭიდებიან წარსულის აჩრდილს. ადგილობრივი აქტივისტების თქმით, ბევრი დემონსტრანტი პირდაპირ ამბობს: ვიცით, რომ შაჰი ცუდია, მაგრამ სხვა რა გზაა, ჩვენ იძულებულები ვართ აურჩიოთ ცუდსა და უარეშობის. ეს სიტყვები ტრაგიკულია, რადგან მათში ისმის არა პოლიტიკური გათვლა, არამედ ტოტალური უიმედობა. როდესაც რეჟიმი გართმევს აწმყოს და გიკლავს მომავალს, წარსულის აჩრდილები ამოტივტივდებიან ხოლმე. 1979 წლის ტრაგედიაც ხომ ეს იყო. საზოგადოებას იმდენად სძულდა ერთი ტირანი, რომ მზად იყო ნებისმიერი სხვა ძალისთვის გაეღო კარგი. დღეს ეს ისტორიული ტკივილი კვლავ ცოცხლდება. ხალხი უბრალოდ ცდილობს თავი დააღწიოს სიკვდილს, თუნდაც ეს მირაჟის ფასად მოხდეს. მაგრამ ეს მონარქისტული განწყობა იმაზე მეტად მყიფეა, ვიდრე გარედან ჩანს. ადგილზე არსებული სურათი, რომელსაც აქტივისტები ხედავენ, ასეთია. საკმარისია ქუჩაში გაისმას რეალური სოციალური შინაარსის მოწოდება, პური და თავისუფლება, რომ დინამიკა მყისიერად იცვლება. ახალგაზრდობა და სტუდენტობა, რომელიც წუთის წინ შესაძლოა დაბნეული ან ჩუმი იყო, ამ ლოზუნგებს მომენტალურად ინსტინქტურად იტაცებს. იმიტომ რომ ეს სიტყვები ეხმიანება მათ რეალურ ტკივილს, შიმშილს და უფლებობას. განსხვავებით შაჰის აბსტრაქტული და შორეული ფიგურისგან, ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს, რომ ფეხლევის მხარდაჭერა არ არის პოლიტიკური სიმპათიით განპირობებული, არამედ სასოწარკვეთილება დროებითი უალტერნატივობის გამო.